გამარჯობა, თქვენ უყურებთ აჭარა ტაიმსის პირდაპირ ეთერს, ამჯერად გიერთდებით ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე და სიტუაცია ახალ ბულვარში არის ამგვარი, თქვენ კადრში ხედავთ ზღვაში გამდინარე, შემდინარე ასე ვთქვათ, სანიაღვრეს სისტემას, თუმცა საინტერესო გარემოება არის ის, რომ აქ ადგილობრივების ინფორმაციით სასტუმროებს, მათ შორის კერძო საცხოვრებელი სახლების მფლობელებს საკანალიზაციო სისტემა დაერთებული აქვთ სანიაღვრეს სისტემას და თქვენ კადრში ხედავთ ფაქტის ამსახველ კადრებს პირდაპირ ეთერში ხედავთ. ეს არის ერთ-ერთი სანიაღვრეს სისტემა, რომელიც მიედინება ახალ ბულვარში, ზღვაში და უნდა ითქვას, რომ აქ არის გაუსაძლისი სუნი, რის გამოც ცხადია მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციფიკური სუნი იგრძნობა. თუმცა ამაზე უფრო დიდი პრობლემა არის ის, რომ საკანალიზაციო სისტემა მიედინება ზღვაში და როგორც ხედავთ, ამის შესახებ კონტროლი არ ხდება. ეს ინფორმაცია აჭარა ტაიმსისთვის ცნობილი გახდა ბათუმის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე. პარტია ახალის წევრმა ბექა მექვაბიშვილმა ეს ინფორმაცია ტრიბუნიდან გაახმოვანა, რაზეც მან ითხოვა დახმარება და მიმართა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, რომ ამ ინფორმაციით დაინტერესდეს, რადგან ახალ ბულვარში და ზოგადად ადლიის დასახლებაში არ არის საკანალიზაციო სისტემა და აქ მოქმედებს ეგრეთ წოდებული შამბოები. ეს არის აპრობირებული მეთოდი და ის როცა შეივსება სპეციალური ტექნიკის მეშვეობით ამ შამბოს დაცლა უნდა მოხდეს და არა ზღვაში ჩაღვრა. თუმცა ხარჯების შემცირების მიზნით, როგორც საკრებულოს დეპუტატმა თქვა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხშირად კომერციული ობიექტების, ანუ სასტუმროების, მათ შორის აპარტამენტების მფლობელები თანხების დაზოგვის მიზნით საკანალიზაციო სისტემას აერთებენ სანიაღვრეს სისტემას და ახალ ბულვარში არის ამგვარი სიტუაცია. თქვენ კადრში ხედავთ თუ როგორ მიედინება ზღვაში საკანალიზაციო ფეკალური მასები. მე ვხედავ კადრში ერთ-ერთი ადამიანი არის, თუ რაიმეს გვეტყვის, ცხადია ვკითხავთ, თუ აქვს ინფორმაცია. მოგესალმებით, აჭარა ტაიმსის პირდაპირ ეთერში ვართ, აქ ცხოვრობთ ამ დასახლებაში. იცით რა მინდა გკითხოთ, საკრებულოს დეპუტატმა დღეს გაახმოვანა ინფორმაცია, რომ ახალი ბულვარის თითქმის მთელს პერიმეტრზე საკანალიზაციო სისტემა ჩაედინება ზღვაში. და თუ შეგიძლიათ ეს ინფორმაცია დაგვიდასწროთ, ან რა ინფორმაცია გაგაჩნიათ თქვენ? რა ვიცი, რა უნდა გითხრათ ახლა, თქვენ თვითონაც ხედავთ, ამას მე მგონია თქმაც არ ჭირდება, თავისთავად ჩანს, ხილულია ყოველივე და მეც რო არა ვთქვა, ხო ნებისმიერი ადამიანისთვის ეს ნამდვილად გასაგებია რა არის. საფულისთვის ხომ საშენელებაა. მე წყალკანალისთვის ვერაფერს ვიტყვი, იცით, იმიტომ მუშაობენ. გუშინ მაგალითად იყო ცოტა შტორმი იყო. დახურა ეგ ნაწილი. დახურა, ნახეთ ამოვსებულია ეგა, თორემ მე მოვლენ წყალკანალიდან აუცილებლად მოდის ის ხალხი მუშაობენ, კი ბატონო, ამოიღებენ ამას, სააღმავებენ ახლა. უფრო მეტი მოდის. მე შეიძლება გადის რა, არ ვიცით რა არის ეს კომპეტენტური ორგანოების საკითხია ეგ, ვიცით რომ სპეციფიკური სუნი იგრძნობა და არის მაგას ვიძახი, რა თქმა უნდა, ნებისმიერისთვის საშინელებაა ზაფხულში ხო საერთოდ. უნდა მოვიდნენ ნახონ, შეამოწმონ, შეაფასონ, ალბათ იციან და რავი, უკვე ეს ერთ წელი არ გრძელდება ეგ ამბავი. უკვე მესამე სეზონია ლამის, ის შაშანაც იყო ამასთან მემართებით საუბრები, ხალხი და კიდე იცით რა არის? ტურისტული ზონაა, ხო? აქ ბევრი ბინების არის, ხო? იყიდება. ეგეთი სპეციფიკური სუნის გამო, ბევრი ბინა ნამდვილად ბევრმა უკან დაიხია მაგ საკითხთან დაკავშირებით, რომ გასაგებია შამოებია. გასაგებია, რომ ჯერ არა ეს კანალიზაცია ფორიდან დაწყებული ახალ მიერთებული ტერიტორიების. ეგ ყველა მიცის. ეგ ჩემი მარტო ინფორმაციის დონით არ არის, ყველა მიცის. საკრებულო ხელმძღვანელობამ ყველა მიცის.
მაგრამ თუ ეგრე ესე გაგრძელდა ძალიან რთულია რა. ხალხი გარდა იმისა, რომ სპეციფიკური სუნი არის, მდგომარეობა არის იმგვარი და ნიშანდობლივი არის ისიც, რომ ფეკალური მასები კანალიზაცია ჩაედინება ზღვაში. ესეც ხომ გარემოსთვის ზიანის მიყენების თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. იცით რა არის ზაფხულში იცით არის ენტეროვირუსები წყლის რა მთელი ამბებია და ეგ ახლა მედიცინის გუშაგია რომ მაგრამ უბრალო ადამიანისთვის ხო გასაგებია რომ აქაც ცურაობა პრაქტიკულად ბანაობა შეუძლებელი ხდება ამ პერიმეტრზე და რა თქმა უნდა ემატება იმ დანარჩენ კიდე აი ეგეთი ამბავი და ნუ გასაგებია რომ ეგ არის საწრეტი არ არის ეგ წყლების ამბავი ეგ არის გამონადენი შრომებიდან ზემოწვენია რა არის როგორ გითხრათ ეს საკრებულოს დეპუტატმა თქვა ასეთი რამ რომ ხშირად კომერციული ობიექტების მფლობელები ასევე აპარტამენტის მეპატრონეებიც თანხების დაზოგვის მიზნით ანუ როცა გაივსება ეგრეთ წოდებული შამბო ამას ცხადია ჭირდება სპეცტექნიკა გატანა შესაბამისი თანხები და ამის თავიდან აცილების მიზნით საკანალიზაციო სისტემებიო დაეერთეს სანიაღვრე სისტემებსო და სწორედ ამიტომ მიედინება ზღვაშიო ეს სპეკალური მასა ვერ გეტყვით ეგ ჩემს კომპეტენციას როგორც მოქალაქის მაცხოვრების კომპეტენციაც ილდება და რაც მე ნამდვილად ვერ გეტყვით მაგას მაგრამ და შემოძდეს თვითონ საჭირო ორგანოების მიერ და უნდა გაკეთდეს მაგრამ ეგ რო ესე იქნება თვითონ მფლობელები რომლებიც თუნდაც რომ ამას აკეთებდნენ გასაგებია უნდა ითვალისწინებდნენ იმას რომ თავისი ბინების ამბავი ხო ისეთ რაღაცა წამოვიდა ზოგიერთმა ისეთი ანტირეკლამა გააკეთენ ჩვენს მიმართებით ახლა რომ აი აქ მინიმუმში თუ იყიდიათ ბინას რაღაცასო მაშინ ზითად უნდა წაიყოლო ეგაცო რა ნუ რატომ უნდა გქონდეს ეს ანტირეკლამა ჩვენ მაგალითად როდესაც ნამდვილად საკმაოდ კარგი корпуსები კეთდება და საკმაოდ კარგი რაიონია და ამ ასეთი რაღაცის გამო რატომ უნდა დავზარალდეთ ეს მოსახლეობა ხო პრინციპში გასაგებია აი სიტუაცია როგორი არის თვითონ ადლის დასახლებაში სადაც ისტორიულად წლების განმავლობაში არ არსებობს საკანალიზაციო სისტემა და დამოკიდებული ხარ ეგრეთ წოდებულ შამბოებს ну ადრე გასაგებია რომ იყო დასახლება სოფელი იყო და ეხლა შემოერთებული ვიცოდი რომ გაკეთებული იყო უნდა კანალიზაციის პრობლემა ადლის ფარზე სულ პრაქტიკულად ყოველთვის იყო ეგ სისტემა ამბავი დიდი ხანია დგას ეგ არ არის ახალი და სამწუხარო ის რეალობაა რომ აქამდე ვერ მოგვარდა ეგ არის და ну გვექნება იმედი რომ ეხლა ამის მე როგორ ყურადღებას მიაქცევენ ამ ყოველივეს და მარტო ჩვენ კი არა საერთოდ სახელმწიფო სივალია რომ იყოს რა რაღაც თუ გინდა ტურისტი თუ გინდა შემოსავალი თუ გინდა რაღაცა და მიკრობიოლოგიური რაღაცა იყოს რაღაცა და ხალხი არ მოიწამოს ხო ალბათ საჭიროა რომ გაკეთეს ყოველივე და მიექცეს ყურადღება გასაგები იტყვიან გეგმაში ვაგეგო ეგ იყო 3-4 წელია უკვე და მეტიც უკვე გეგმაშია და ალბათ დადგადრო რომ გაკეთეს რაღაცნაირად და ხალხმაც ამოისუნთქოს ყველასათვის იყოს დადებითი ეგა და წინ წავიდეთ და რაღა უკან ვიყუროთ ყოველთვის მოდი წინ წავიდეთ გავაკეთოთ რამე გასაგებია თქვენი სახელი და გვარი როგორ წარდგა დავით შალიკაძე გინცალ მადლობა მაცხოვრებელი დავით შალიკაძე მადლობა ბატონ დავით რომ ეს ინფორმაცია მოგვეწოდეთ დიახ როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს ადლიაში არის სიტუაცია ამგვარი ტურისტები ბინის დაქირავებისგან თავს იკავებენ იმიტომ რომ დასახლებაში არის საკმაოდ სპეციფიკური სუნი გარდა ამისა მნიშვნელოვანი გარემოება არის ისიც რომ ფეკალური მასები ჩაედინება ზღვაში და თქვენ ფაქტის ამსახველ კადრებს ახლა ხედავთ პირდაპირ ეთერში დღეს კიდევ ერთხელ განმეორდები და ვიტყვი რომ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე პარტია ახალის დეპუტატმა ბექა მექვაბიშვილმა გაახმოვანა ინფორმაცია იმ შესახებ რომ აქ დასახლებაში ადლის დასახლებაში ახალ ბულვარში არ არსებობს საკანალიზაციო სისტემა ეს ვიცით ცხადია მაგრამ აქ მცხოვრებლები არიან მეტწილად დამოკიდებული ეგრეთ წოდებულ შამბოებზე და ამ შამბოები როცა ივსება ცხადია ჭირდება მას სპეციალური ტექნიკა რაც დაკავშირებული არის ფინანსებთან და დიდი მოცულობის ობიექტებს ამ ფინანსებისგან ასე ვთქვათ თავის არიდების მიზნით გამოსავლად ესახებათ ის რომ საკანალიზაციო სისტემა დაუერთეს სანიაღვრე სისტემებს, სანიაღვრე არხებს და თქვენ კადრში ხედავთ ეს სანიაღვრე არხი, რომელიც ახლა ახალი ბულვარის გასწვრივ ჩაედინება, ეს არ არის ერთადერთი გამონაკლისი
არხი ჩაედინება ზღვაში და თქვენ კადრში ხედავთ, რომ ფეკალური მასებით დაბინძურებული არის ზღვა, რაც ცხადია, ასევე გარემოსთვის არის ზიანის შემცველი და ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს წევრმა ითხოვა დახმარება, რადგან გადასამოწმებელი არის ობიექტები, რომლებიც ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, რადგან არის ვარაუდი, რომ ზოგიერთ მათგანს ეგრეთ წოდებული შამბოები დაერთებული აქვთ სანიაღვრე სისტემაზე, რის გამოც ზღვაში ჩაედინება ფეკალური მასები. ცხადია, ეს ინფორმაცია არის მნიშვნელოვანი, რადგან გარემოზე ვსაუბრობთ, რომელსაც ადგება ზიანი და აჭარა ტაიმსი ამ თემით დაინტერესდა და მოვედით აქ იმისთვის, რომ სიტუაცია გაგვერკვია და გვენახა თუ რა ხდებოდა ამ დასახლებაში. ჩვენ ასევე ბათუმის საკრებულოს დეპუტატს პარტიიდან ახალი ბექა მექვაბიშვილს ვთხოვეთ, რომ გამოყოლოდა, ასე ვთქვათ, ახალ ბულვარში და ეჩვენებინა და უფრო მეტი ეთქვა იმის შესახებ, თუ რა ხდება ტურისტულ ოსკარად წოდებულ ქალაქში, როგორცაც მიიჩნევს ქართული ოცნების ხელისუფლება, ვნახოთ ბექა მექვაბიშვილს, ბაჩი მექვაბიშვილს უკაცრავად რა აქვს სათქმელი. მოგესალმები ბაჩი, მადლობა რომ გვერთვებით და მადლობა იმისთვის რომ გამოყვებით ახალ ბულვარში და უფრო მეც გვეტყვი იმის შესახებ, რაზეც ისაუბრეთ დღეს ბათუმის საკრებულოს ხდომაზე. გვითხარით აბა ვერექით მადლობა შესაძლებლობისთვის. ხო, დღეს რაც ვთქვი რეალურად აი რა პრობლემაც უდგას დღეს ადლიას, იმ პრობლემის გარდა, რომ ნაგავსაყრელი დღემდე პრობლემაა და ტურისტულ ქალაქში ეგ პრობლემაა, ეხლა დაემატა კანალიზაციის პრობლემა. ჩვენ ვხედავთ განაშენიანების ამბავს, აი როგორ მიმდინარეობს, ხო, ადლის განაშენიანება ინტენსიურად მიმდინარეობს და ამის ფონზე აღარ ყოფნით მათ, ანუ რაც შაბდონები, აი რაც უნდა ჯეზაში ჩაედინებოდეს, უნდა კანალიზაცია, ნიაღვარი და უერთდება შეერთებული აქვს ზოგიერთ კორპუსს ეს ყველაფერი სანიაღვრე ზოლში. აი ჩემს მარცხნივ არის კორპუსი, რომლის გამოც ეგრეთ წოდებული სანიაღვრე ზოლი შეცვალეს და მას შეუცვალეს მიმართულება. შემდეგ ვხედავ ჩვენ აი აქ ჩემგან მარჯვნივ უკვე თუ როგორ მიედინება სანიაღვრედან ის ფეკალური მასები, რაც ჩაედინება ზოგადად აი ამ კორპუსებიდან გამოსული. ამ ყველაფრის ფონზე ქართული ოცნება და რა თქმა უნდა მერი, ჩვენი ქალაქის მერი თავში წონებს ტურისტული სეზონისთვის ემზადება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ აი ახალ ბულვარში, სადაც ტურისტების ნაკადი მზარდია ყოველწლიურად, ესეთ სუნში და ესეთ სანაგვეში უნდა გაატარონ მთელი ზაფხული. ჯერ ხო საერთოდ არ არის პლაჟი და მთლიანად დანგრეული აქვს, ამაში ხო ცალკე მილიონებია დახარჯული და ვერ გაამაგრეთ, ნაპირსამაგრები ვერ გააკეთეს. ეხა შამდონების პრობლემა დაემატათ, რაც მეორე პრობლემაა, ასევე ნაგავსაყრელის პრობლემა და ტურისტული სეზონისთვის როგორ ემზადებიან, ძალიან მაინტერესებს. დღეს საკრებულოს ხდომაზე ველოდებოდი, რა თქმა უნდა, არჩილ ჩიქოვას, მინდოდა დამესვა პირადად შეკითხვები, მაგრამ არ მომეცა ამის უფლება. აი აქ მოსახლეობაც შეწუხებულია, რა თქმა უნდა და მოსახლეობაც წუხს ამ ყველაფერს. ვიდრე თქვენ ამ პრობლემას გაახმოვანებდით საკრებულოს ასე ვთქვათ ტრიბუნიდან, მანამდე თქვენ აღნიშნეთ ის, რომ ამ ინფორმაციის შესახებ აცნობეთ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, თუმცა როგორც ჩანს რეაგირება არ მოჰყოლია ამ დროის განმავლობაში და ამიტომ გადაწყვეტეთ, რომ ტრიბუნიდან გაგეხმოვანებინათ ეს საკითხი და მიიღეთ დაპირება, რომ დაინტერესდებოდნენ ამ ფაქტით, ვინაიდან თქვენ უკვე ხმამაღლა ისაუბრეთ ამის შესახებ, რა მოლოდინი გაქვთ თქვენ და რა ტიპის რეაგირება უნდა გატარდეს თქვენი აზრით? ხო, რამოდენიმე დღის უკან მე მქონდა საუბარი ბატონ ირაკლი თავდგირიძესთან, მე ვესაუბრე ზოგადად ამ პრობლემაზე, მაგრამ მე ჩავთვალე საჭიროდ, რომ საკრებულოს ხდომაზეც გამეჟღერებია, რათა სხვა საკრებულოს წევრებიც დაინტერესებულიყო ამ თემით და რა თქმა უნდა სხვა საკრებულოს წევრებმაც გამოთქვეს სურვილი, რომელ ვიდეოზე იყო საუბარი, რაზე იყო საუბარი, თვითონ ხდომა, მაგრამ ჯერჯერობით არავინ არ შემთხვევია სიმართლე რო გითხრათ და არავინ არ დაინტერესებულა ამ თემით. მე ვიმედოვნებ, რომ რამოდენიმე დღეში თუ არა, ერთ კვირაში მაინც მოვლენ აქ თვითონ თავმჯდომარეც მოვა, შეისწავლიან ამ ყველაფერს რა, როგორ, საიდან, რანაირად და ეს პრობლემა მოუგვარდება აქ მათ
საცხოვრებელ მოსახლეობას. აი თქვენ აღნიშნეთ, რომ აი ეს თქვათ შამბოების გასუფთავება სპეცტექნიკით არის ცხადია შესაძლებელი და მოითხოვს დიდ ფინანსებს, რისგან თავის აცილების მიზნით ხშირად ცალკეული მეპატრონეები თანხების დაზოგვის მიზნით აერთებენ კანალიზაციას, სანიაღვრეს სისტემას. ეს რამდენიმე კორპუსის პრობლემა თუ ეს მასშტაბური პრობლემა არის ადლიაში, როგორ ფიქრობთ? მასშტაბური პრობლემაა, იმიტომ რომ დაახლოებით 11 შამბო არსებობს ამ მონაკვეთში, ადლიის მონაკვეთში, ჩემი ინფორმაციით და მოსახლეობა, რომელსაც აქვს კერძო სახლებში იყოფება, აი მათი შამბოს გათავისუფლება და ამოტუმბვა დაახლოებით 10 წელში ერთხელ ჭირდება, მაგრამ როცა კორპუსია და ეს შამბოში ჩაედინება ეს ფაკალური მასა, რაც დიდი შენობების გათვალისწინებით ძალიან ბევრია, აქედან გამომდინარე, დაახლოებით წელიწადი ნახევარში ერთხელ მოუწევს შენებელს, რომ ის ამოასუფთავოს შამბო. მაგრამ ამის თავიდან ასარიდებრად, რატო უნდა იწვალოს, ან რატო უნდა იხადოს წელიწადში ერთხელ დამატებითი თანხა, როდესაც გაყიდული აქვს ყველაფერი ბიზნესმენს, დაერთა პირდაპირ სანიაღვრეს ოლქს და მიედინება ზღვაში, რაც არის დანაშაული და მე ვთხოვ ყველას, მერის თანამშრომლებს, მეერს, რომ გამოიძიონ ეს საქმე, როგორ რანაირად აშენებენ და სად აქვს დაერთებული სანიაღვრე და საკანალიზაციო მილები, ნახოთ ერთად. ასაგებია, გარდა იმისა, რომ ეკოლოგიური თვალსაზრისით ძალიან საზიანო არის კანალიზაცია ჩამდინარე ზღვაში, ამ დასახლებაში საკმაოდ სპეციფიკური სუნია, რასაც ცხადია კადრზე არ აღიქმება, მაგრამ აქ ვინც გაივლის, საგრძნობია ეს სიტუაცია და ეს სპეციფიკური მძაფრი სუნი. ეს თქვენი თვალსაზრისით რაზე მიუთითებს და რა პრობლემას ქმნის? იმიტომ რომ ჩვენ მთავრობა გვაჯერებს, რომ ეს ქალაქი არის ოსკაროსანი ქალაქი, ტურისტული ქალაქი, ტურისტული თვალსაზრისით რას კარგავს ადლიის დასახლება? ხო, ადლიის დასახლება ძალიან ბევრს კარგავს, იმიტომ რომ აქ შეიძლება ბევრად მეტი ტურისტი მოიყვანო, ბევრად მაგარი ადგილი გახდეს, ვიდრე ეხლა აი გზაზეც რო გადიხარ, იქაც კი, რა ვიცი, ბოდიში და ნეხვით არის სავსე იქაურობა, იმიტომ რომ გადმოსულია წყალი სანიაღვრედან პირდაპირ გზაზევე. რომელ ოსკარზეა საუბარი, რომელ ქალაქზეა საუბარი, როცა ნეხვში ვიხშობით ადამიანები და სუნში იხშობა ადამიანები, ხო? ამის და მიუხედავად მხოლოდ ეგ ხო არ არის, სანიაღვრე არის დაგავსაყრელი, რა პრობლემაც ვერ მოაგვარეს, უკვე რა ვიცი, 13 წელია მთავრობაში არიან და სულ ყველა მოსვლაზე, ყველა მაჟორიტარი აქ ვინც იყო და ვინც იხრიდა კეთს, ყველა პირდებოდა კანალიზაციას, წყალს, ნაგვის მოწესრიგებას, მაგრამ არც ერთი პრობლემა ჯერჯერობით არ მოუგვარებიათ. არც ერთი პრობლემა. ამ კითხვებით მინდოდა აუცილებლად არჩიოს იმედია ნახავს და მოსახლეობას, ადლიის მოსახლეობას აუცილებლად გასცემს პასუხს, იმიტომ რომ ადლიის მოსახლეობით და ადლით მოითმო ხელი ყველა მაღალ ჩინოსანმა. გასაგებია, ბაჩი, მადლობა. ბაჩი მექვაბიშვილს უსმენდით, პარტია ახალის წევრს, ბათუმის საკრებულოს დეპუტატს, რომელმაც დღეს საკრებულოს ხდომაზე განაცხადა, რომ ადლიის დასახლებაში, აი ამ მაღლივი კორპუსების სასტუმროებიდან, რომლებსაც გააჩნიათ ეგრეთ წოდებული შამბოები, დაერთებული არის საკანალიზაციო სისტემა, დაერთებული არის სანიაღვრეს სისტემაზე და სიტუაცია ახალ ბულვარში არის ამგვარი. თქვენ კიდევ ერთხელ გიჩვენებთ კადრში, რომ კანალიზაცია პირდაპირ ჩაედინება ღია არხის მეშვეობით ზღვაში. გარდა ამისა, რომ ზიანი ადგება ეკოლოგიურ თვალსაზრისით ბუნებას, აქ არის საკმაოდ მძაფრი და სპეციფიკური სუნი და ფაქტობრივად დიდი ხნით გაჩერება აქ შეუძლებელი არის ახალ ბულვარში. კიდევ ერთხელ მინდა რომ გიჩვენოთ კადრი, რომ უფრო აღქმადი იყოს და ნახოთ თუ რა სიტუაცია არის. ხედავთ სანიაღვრე არხიდან გამოედინება ფეკალური მასები, რომელიც ჩაედინება ზღვაში, რაც ცხადია ეკოლოგიურ თვალსაზრისით არის საზიანო. ჩვენ ადგილობრივიც გვესაუბრებოდა ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ, რომელმაც თქვა, რომ ამ პრობლემის შესახებ არაერთხელ აცნობეს ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუმცა რეაგირება ამ ფაქტზე ამ დრომდე არ მომხდარა. არის ვარაუდი იმისა, რომ ეს საკანალიზაციო სისტემები დააერთეს სანიაღვრე არხებზე იმის გამო,
რომ ეგრეთ წოდებული შამბოების გათავისუფლება მას შემდეგ, რაც უკვე შეივსება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და სწორედ ფინანსური რესურსების დაზოგვის მიზნით კორპუსების, აპარტამენტების მფლობელები ამ ხერხს მიმართავენ, რადგან უფრო იოლი არის მათთვის, რადგან ფინანსური დანახარჯი არ ექნებათ მათ და მაშინ როცა კონტროლი არ ხდება, უფრო მარტივად ჭრიან ხოლმე მსგავს პრობლემას. თქვენ უყურებდით აჭარა ტაიმსის პირდაპირ ეთერს, ჩვენ ცხადია დღეს გქონდა შესაძლებლობა მას შემდეგ, რაც ბატში მექვაბიშვილმა ბათუმის საკრებულოს სხდომაზე გაახმოვანა ეს ინფორმაცია, მოგვესმინა თუ რას ფიქრობდნენ მართველი გუნდის წარმომადგენლები, თუმცა მათ არაფერი უთქვამთ ამის შესახებ, ერთადერთი თქვეს და აღნიშნეს ის, რომ აუცილებლად დაინტერესდებიან ამ პრობლემით და შესაბამისი ზომები გატარდება, თუმცა ოპოზიციის წევრები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას ამის შესახებ ინფორმაცია დიდი ხანია გააჩნია, რაზეც ამ დრომდე არ მომხდარა რეაგირება. ჩვენ ცხადია ამ თემას ისევ ვაკვირდებით და უკვე მოვლენათა განვითარებით, ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით დამატებით ინფორმაციას შემოგთავაზებთ. მადლობა, რომ უყურებთ აჭარა ტაიმს და მადლობა ნდობისთვის. დროებით.